დელის სასასოლში დამხვდა ერთი კოცი რა და ცოტნე კობერიზე შენ სამშობლოს მოღალატე ასე უნდა დადიოდეო და ძალიან გამიკვირდა და ძალიან გამეცინა იმ ნაწილში რომ სამშობლოს რო კაცი გაყიდი და მე მეტროში ჩადიხარ და მეტროთი დადიხარ და რა ფაში უნდა გაყიდო და რა უნდა ხდებოდეს და მინდა უთხრა ესეთ ხალხს ყველას და კოცებს განსაკუთრებით რომ სამშობლოს გამყიდველები იმ ხალხში ეძებათ რომლებიც დამალულები დადიან და ჩემ ერა თავისუფლად და ლაღად კი არა საჯაროდ და აი დამალულები პრადოებით და დაცვებით და იარაღით რომ ვინმე არ გადაეკაროს ვინმეს არ შეხვდეს და ესე არიან მონურად რომ ცხვენიათ რაც იქნება და ეშინიათ ხალხის და მე თავისუფლად დავდიოდი და ვიბლი ყოველთვის მე მეორე ესეთ ამბავზე გამახსენდა რომ აქეთ ხარეს ხალხს იჭერენ იმიტომ რომ კოცები მიდიან და ჩივიან და მე ერთი ხმაც არ ამოვიღე მიუხედავად იმისა რომ წინ მედგა მეტროს პოლიციელი შუშის თვალებით იყურებოდა არც მინდოდა იმ ადამიანებს რაიმე ფორმით შეხებოდა იმიტომ რომ პოლიტიკოსმა ხადია უნდა აიტანო ეგეთი რამე საჯაროდ ხდება ხოლმე და შენი ცხოვრების ნაწილი არის და კოცები არიან ხალხი რომლებიც ამაზე ისი არიან დამხალი შეშინებული იმიტომ რომ ფულის სიყმეში იციან რეებიც აქვთ მიქარული და ამიტომ არიან ხოლმე ძალიან რომ აუარ რაღაცნაირად გაგიჟდებიან ხოლმე და ჩემთვის უბრალოდ ძალიან კომიკური და სასაცილო იყო ეს ამბავი